თქვენ ჩვენ ეთერში გვესაუბრეთ. რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ მეუფე პეტრე მყარად დგას იმპოზიციაზე, რომ მამა გიორგი მართალი არისო, იქიდან გამომდინარე, რომ მეუფე პეტრემ არაერთხელ ახსენა, რომ შებძამდითო მამა გიორგისანო, თქვენი ყურით მოусმენთო და თქვენ თვითონ ჩემ გვერდში კი არა და სიმართლის მხარეს დადგებითო, მოусმენთო, დაწმუნდებით მამა გიორგის სიმართლეში, აქედან გამომდინარე, მეუფე იაკობი არის ერთადერთი ეპისკოპოსი, რომელიც კრძალავს, რომელსაც ასე რომ ვთქვათ, გადაკეტილი აქვს ციხის კარები მამა გიორგისთან შესასვლელად. მე პირადად რამოდენიმე სასულიერო პირთან მქონდა კონტაქტი, ასე რომ ვთქვათ, გავლენიან სასულიერო პირთან მქონდა კონტაქტი, რომლებიც მიდასტურებდნენ, რომ მე მინდაო მამა გიორგისთან შევიდეო, მე მინდა რომ მისი ყურით მოვისმინო, მე მინდა რომ სიმართლეში გავერკვე, მაგრამ ერთადერთი ეპისკოპოსი, ქორეპისკოპოსი არისო, მეუფე იაკობი, რომელიც ვიგრძალავსო მამა გიორგისთან შესვლასო და ჩვენ მათ წინააღმდეგ ვერ მივდივართ, იმიტომ ვერ მივდივართ მათ წინააღმდეგ, რომ ამ ეკლესიას ხელით მაჩინა ამ ეკლესიას ერთი მოსმითო ჩამოგვართმევს. აქედან გამომდინარე მეუფე იაკობი არის დიახ, რა თქმა უნდა, ასეთი გავლენა აქვს ფაქტის სახეზია, იმიტომ რომ არც ერთ ეპისკოპოსს არ უშვებენ და ფაქტის სახეზე არის. კი ბატონო, და კიდევ ერთი კითხვა და უნდა გადავიდე იღუმენია თამარ გამხელიძესთან. აი რომ შეხვდეთ პატრიარქს თორნიკე ოჯახი, ადვოკატები, სხვა შორის ჩვენ ყავს დღეს ადვოკატები მოწეული, მათ შორის ძალიან საინტერესოა ჩემთვის პირველად იქნება დეკანოზ მამალაძის ადვოკატი, რომელიც სახაზინო წესი დაუნიშნეს სულხან კომაქიძე და სხვაებიც, მია ზოიძე, გიორგი ფანცულაია, ისინი უფრო დეტალურად ამაზე ალბათ ისაუბრებენ, მაგრამ